მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა თქვენ არხის გამოწერისთვის, მადლობა განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც მიტოვებს კომენტარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო ძვირფასებო, ჩემთვის და არხის განვითარებისთვის, ვისაც არ გამოგიწერიათ არხით, ხოლმე მაქვს გამოიწეროთ. მოდი ახლა შევამოწმოთ თქვენი პარტნიორის გრძნობები, ის გრძნობები, რომელსაც აგიმხელთ და რომელიც რაღაცნაირად გულში აქვს, ხო? ერთი არას ტრანსლირებს, როგორ გაჩვენებს თავს და როგორ გრძნობებს გამოხატავს და მეორე არის ფარული გრძნობები, რაც მის ქვეცნობიერშია და რასაც არ გიმხელთ, ხო? შესაძლებელია გულში ფიქრობს და გულში რაღაც სხვა გრძნობები აქვს, შესაძლებელია გქონდეს უფრო ისეთი გრძნობები, რომლებიც ნახოთ ხო, რას გვიჩვენებს მისი გრძნობები, მისი სურვილები, რა არის სინამდვილეში რეალური და რას გვიჩვენებს. ნახოთ ასევე თქვენი პოზიცია ამ ურთიერთობაში როგორია. მოусმინეთ სიგნიფიკაციას და მიხვდებით რამდენად თქვენია ეს გაშლა. მაშინ ნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა. სიგნიფიკაცია, თქვენი პიროვნების სიგნიფიკაცია, რა ხდება ამ მომენტში თქვენს ენერგოსივრცეში, სიგნიფიკაცია ვნახოთ. შემდეგ ნახოთ თქვენი პოზიცია იმ ურთიერთობაში, რომელი ურთიერთობაც ამჟამად გაქვთ თქვენს პარტნიორთან. როგორ ხედავთ თქვენი პოზიცია ვნახოთ, ხო, რა პოზიცია გიჭირავთ ურთიერთობაში ვნახოთ. ნახოთ როგორი პოზიცია გიჭირავთ ურთიერთობაში ამჟამად. შემდეგ ვნახოთ ფარული გრძნობა და ემოცია პარტნიორის, რომელსაც არ ამხელს. ფარული გრძნობა და ემოცია თქვენი პარტნიორის, რომელსაც არ ამხელს. შემდეგ ემოცია, რომელსაც გაჩვენებთ, როგორია რა ემოციას გაჩვენებთ, რომელსაც თქვენც გრძნობთ, ხო? და ვნახოთ შემდეგ იყოს რა დაგაახლოვებთ უფრო მეტად. რა გახდის ურთიერთობას ჰარმონიულს ვნახოთ. სიგნიფიკაცია რა ხდება ამჟამად თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ენერგოსივრცეში. ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის შესაძლებელია ეს გაშლა არის მათთვის, ვის ურთიერთობაშიც არის გაურკვევლობა, შესაძლებელია თქვენს ამოვიდა ის ხმლის მეფე და იმპერატორი, ორივე ესეთი სტატუსიანი პიროვნება, რომელიც მკაცრი პიროვნება, რომელიც ემოციებს ნაკლებად აჩვენებს და შესაძლებელია სწორედ ამიტომ თვარის არკანი კიდევ ურთიერთობა, რომელიც არის ურთიერთობაში, გვიჩვენებს ურთიერთობას, ანუ თქვენ სივრცეში რა ხდება, შესაძლებელია გაქვთ ურთიერთობა, რომელშიც შესაძლებელია თქვენც ვერ ხართ გარკვეული, რა ხდება ურთიერთობაში, არის რაღაც აიმუქრა თითქოს წყალი, გაჩნდა რაღაც კითხვის ნიშნები, თითქოს რაღაც არის დაფარული, გამოუთქმელი სიტუაცია თუ რაღაც მდგომარეობა, რომელსაც ვერც იგებთ, ვერც არც თქვენი პარტნიორი გეუბნებათ, ან თქვენ ხართ გაურკვევლობაში, რა ხდება, რატომ ხდება, არ არის გამორიცხული, რომ იყოს აქ რაღაც ფარული საფრთხეები, რომელიც ურთიერთობას ემუქრება ჩემო ძვირფასებო და ასევე შესაძლებელია გავაჟღერებთ კიდევ ერთ ვარიანტს, არ დაგვაუწყდეს, რომ არის საჯარო გაშლა და თქვენი რაც არის ის მიიღეთ. შესაძლებელია ამ მომენტისთვის თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის არის რაღაც სიჩუმე, პაუზა და ურთიერთობა, როდესაც რაღაც გინდათ გამოსავალი, გინდათ რაღაც განვითარება, მაგრამ არის ჩიხური სიტუაცია ურთიერთობაში, ჩემო კარგებო. ასეთ მდგომარეობაში და ასეთ ენერგიებში ხართ ამჟამად. მე დავაზუსტებ. აქ მე მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია თქვენ, ვინც ამ გაშლას უყურებთ, თქვენს ურთიერთობაში არის სტაბილური მამაკაცი, რომელთანაც შესაძლებელია ზოგიერთ ოჯახი გაკავშირებთ, ანუ ოჯახი ხართ ერთი სიტყვით და არ არის გამორიცხული, რომ თქვენ ცხოვრებაში იყოს ანუ ბავშვებიც ხართ, არ არის გამორიცხული. კი აქ მე მიჩვენებს იმას, რომ არის ოჯახი, ჩემო ძვირფასებო, ოჯახი, რომელიც შესაძლებელია რაღაც კრიტიკულ, ასე ვთქვათ, რაღაც კრიტიკული სიტუაცია გაქვთ ამ მომენტში, ან რაღაც ახალი ეტაპი იწყება თითქოს ურთიერთობაში, რაღაც არის გამოუთქმელი, კი, ისეთი არკანები ამოვიდა, შესაძლებელია ამ მომენტში ზოგიერთთან იყოს რაღაც საბუთებთან დაკავშირებული, ან განქორწინების სურვილი, ან პირიქით ახლიდან რაღაც დაწყების სურვილი, მაგრამ იცით როგორი მომენტია აქ. ერთი წუთით დავაზუსტებ. იცით როგორი მომენტია, არ ვიცი, ქურუმი ქალიც ამოვიდა, შესაძლებელია თქვენ ვინც ამ გაშლას უყურებთ, დასრულებული გაქვთ
ურთიერთობა წარსულში ჰქონდათ ოჯახი, მაგრამ ახლა გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი, რომელთანაც გინდათ რაღაც ოფიციალური რაღაც ურთიერთობა, მაგრამ არის რაღაც ფაქტორი, რომელიც გიშლით ხელს და ეს შესაძლებელია იყოს ან წარსული ურთიერთობა დაუსრულებელი, ან რაღაც გაუფორმებელი რაღაც საბუთები, რომელიც ხელს გიშლით თითქოს რაღაც იმაში, რომ თქვენი ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტში გააქვთ ხო ახალი დაწყებული რაღაც განვითარება გქონდეს. აი ესეთ ენერგიებში და აი ესეთ რაღაც ვითარებაში იმყოფებით ამჟამად. მივხვდით ხომ ანუ რაზეა საუბარი. შესაძლებელია წარსულში გქონდათ ოჯახური კავშირი, სტაბილური ოჯახური ურთიერთობა, მაგრამ რატომღაც წარსულში დარჩა და ახლა გინდათ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, ხმლის მეფე, რომელთანაც გინდათ რაღაცნაირად ურთიერთობის აწყობა, მაგრამ წარსული რაღაცნაირად წარსულში რაღაც მოუგვარებელი სიტუაცია, ეს არ ვიცი საბუთები თუ ძველი ქორწინება თუ რაღაც არის ისეთი ფაქტორი, რაც ურთიერთობას არ აძლევს განვითარების საშუალებას და სწორედ ეს მთვარის არკანი, პირველი რაც ამოვიდა, მთვარის არკანი იყო, ეს სიტუაცია გიშლით ხელს, რომ რაღაცნაირად განვითარდეს, ხო, განვითარდეს და წინ წავიდეს თქვენი პირადი ცხოვრება. ისე რომ არის რაღაც დაფარული და გამოუთქმელი, რაც ბოლომდე და გაურკვეველი დღევანდელ სიტუაციაში თქვენს გარშემო, თქვენს ენერგოსივრცეში, რისი გარკვევაც გინდათ და რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. აი ესეთია თქვენი რაღაც სიგნიფიკაცია, ჩემთვის ასე თქვენი ცხოვრების და რაღაც ეტაპი, ხო? თუ გეცნოთ სიტუაცია თქვენი, გააგრძელებთ ყურება. ეს იყო თქვენი ამჟამინდელი ენერგიები. ნახოთ, თქვენი პოზიცია ურთიერთობაში, იმ ურთიერთობაში, რომელ ურთიერთობაზეც უყურებთ ამ გაშლას. თქვენი პოზიცია როგორია? კი, თქვენი პოზიცია არის ის, რომ ჯერჯერობით პენტაკლის პაჟი ამოვიდა. დაინტერესებული ხართ ამ ურთიერთობით, პოზიცია არის ისეთი, რომ თქვენს თავს გინდათ რაღაც ახალი შანსი მისცეთ, ახალი შანსი, ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში და ეს შანსი გამოიყენოთ, დაინტერესებული ხართ. ამ მომენტში მართალია ძალიან ბევრი არის რაღაც წარსულიდან, რაც არ გაძლევთ მოქმედების საშუალებას და ეს უკვე წეღან თქვი უკვე გავაჟღერე, ხო? ნახეთ, რვიანი ხმალი და სიკვდილის არკანი. წარსული, რომელიც უკვე დასრულდა. თქვენ როგორი პოზიცია გაქვთ, იცით? გინდათ თითქოს რომ ურთიერთობა, ის ჩიხური მდგომარეობა, ის გაურკვევლობა, რომ არ იცით ხო როგორ არის რაღაც თქვენთვის გარემოებები, ფაქტორები, რომლებიც გბლოკავთ და გინდათ რომ რაღაც შეიცვალოს და ამის გადაწყვეტილება შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მიღებული გაქვთ. დასტის ძირზე მაქვს ტუზის ხმალი, რომ რატომაც არა თქვენი პოზიცია არის ის, რომ რატომაც არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს შანსი, ხო, წარსული აღარ დაბრუნდება, როგორც იყო უკვე, ის აღარ იქნება, ტრანსფორმაცია ხდება ამ მომენტში თქვენ ცხოვრებაში და თქვენი პოზიცია სწორედ ეს არის, რომ უნდა შეიცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც გბლოკავთ, რატომაც არა, შესაძლებელია უკვე არის რაღაც წინადადებები, ურთიერთობის რაღაც გაღრმავების და თქვენი პოზიცია ხშირად ვიმეორებ ამას, მაგრამ ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ გსურთ და ნამდვილად გინდათ, რომ იყოს ურთიერთობა, რომელიც მოგიტანთ სიხარულს, რომელიც შანსს მოგცემთ, ახალ შანსს მოგცემთ და ის წარსული, რომელიც გქონდათ ურთიერთობაში გულის ტკეინა და ის დაკიდებული გამოუვალი სიტუაციიდან გამოხვიდეთ და ბოლოს და ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული გაქვთ, ჩემო ძვირფასებო. და მე შემიძლია ვთქვა, რომ რომელიც საკმაოდ კარგი პოზიცია გიკავიათ და საკმაოდ კარგად ფიქრობთ. მოდი ვნახოთ თქვენი პარტნიორის ემოციები, ემოციური მდგომარეობა, რომელსაც და გრძნობა და ემოციური მხარე, რომელსაც არ გიმხელთ, რა სურს თქვენს პარტნიორს. ამოვიდა სამიანი თასი, შემოკარგებო. მე მინდა გითხრათ, რომ სამიანი თასის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, მე დავაზუსტებ კიდევაც. პარტნიორი, ვისთანაც გაქვთ ამჟამად ურთიერთობა, საკმაოდ ემოციური თვალსაზრისით კარგად გრძნობს თქვენთან თავს. სიბსუბუქის შეგრძნება აქვს თქვენთან ურთიერთობა, მას სიამოვნებას ანიჭებს და ემოციური თვალსაზრისით საკმაოდ დადებითი არკანია. თუმცა მე დავაზუსტებ, ჩემო ძვირფასებო, როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა.
იცით როგორი მომენტი აქვს ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია წარსულში მათაც ჰქონდა რაღაც მსგავსი სიტუაცია ცხოვრებაში, რასაც შესაძლებელია ამ მომენტისთვის არ გიმხელთ და არ ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ მასაც ოჯახის არკანები ამოდის, იეროფანტი, მზის არკანი და თასის 10-იანი, შესაძლებელია ჰქონდა რაღაც ოჯახური ურთიერთობა, ოჯახი და მქონდა რთული ურთიერთობა ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ხუთიანი ხმალი აქ კარგ ურთიერთობას და ჰარმონიულ ურთიერთობას ვერ აჩვენებს. ურთიერთობაში მანაც შესაძლებელია განიცადა რაღაც გულის ტკენა წარსულში და თქვენთან ეს ყველაფერი თითქოს რაღაცნაირად თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებს მას იმ მხრივ, რომ ავიწყებს თავის რაღაც წარსულს და ამ ყველაფერს ჩემო ძვირფასებო, ამ ყველაფერს ჯერჯერობით ეს პიროვნება რაღაცნაირად დუმს ამ საკითხზე და შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერს არ ამბობს, თუმცა ურთიერთობა თქვენთან სიამოვნებს და ემოციურად ივსება თქვენთან ურთიერთობით. მოდი ვნახოთ ემოცია, რომელსაც ის თქვენ შევადაროთ, ხო? რომელსაც თქვენ გაჩვენებთ, ანუ რას ტრანსლირებს, როგორ ტრანსლირებს. კი, ემოციური თვალსაზრისით, თქვენ მასთან ნახეთ თასის პაჟი. შეიძლება ითქვას, რომ არ არის ახალი კი არა და უпрозорად ძველი კი არა და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ახალი ემოციებია ეს. ახალი ემოციებია, არ არის გამორიცხული, რომ ურთიერთობა ახალი დაწყებული იყოს, ან ყოველ შემთხვევისთვის მისთვისაც ეს არის ჯერჯერობით ახალი ეტაპი, როდესაც ჯერ არ არის ისე განვითარებული ურთიერთობა, რომ რაღაც ძალიან სერიოზულზე ფიქრობდეს, ხო? პაჟის ენერგია, ეს არის შეხვედრები, რაღაც სასიამოვნო საუბრები, მესიჯები, როდესაც პიროვნება ემოციური თვალსაზრისით გაჩვენებთ იმას, რომ მოსწონხართ და ფიქრობს და გრძნობა რაღაც ემოცია აქვს ეს მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ისეთი ემოცია და ისეთი გრძნობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მიგიყვანოთ ამან რაღაც ქორწინებამდე, ან რაღაც უფრო მნიშვნელოვან, ხო ქორწინებაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, ხო თქვათ სერიოზულ, ანუ აუცილებელი არ არის ქორწინება იყოს, ხო? სერიოზულ ურთიერთობამდე, როდესაც საწყისია ერთი სიტყვით, ბევრი რომ ავილაპარაკო, საწყისია და სასიამოვნო განცდები, ასე ვთქვათ. ამას თქვენც გრძნობთ ჩემო ძვირფასებო და რეალურად, რასაც არ გიმხელთ და რასაც გიმხელთ, ეს ერთი და იგივე, ანუ არ გიმხელთ იმას, რომ სასიამოვნოა და არის რაღაც მის ცხოვრებაშიც, რასაც არ ამხელს, ხო? მაგრამ თქვენთან ურთიერთობა მოსწონს და თქვენთან ურთიერთობაზე ფიქრობს, ხო? მოდი მაშინ რა კი ასეთნაირად წარიმართა, გაშლა მე მაინტერესებს ვიკითხო, რამდენად სერიოზულად ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე, ურთიერთობის გაგრძელებაზე, ვნახოთ და შემდეგ ვნახოთ ეს რა დაგაახლოვებთ, ხო? რამდენად სერიოზულია თქვენი პარტნიორის მოქმედებები და ფიქრები და გრძნობები თქვენთან მიმართებაში. რამდენად სერიოზულად ეკიდება და უყურებს თქვენთან ურთიერთობას თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მოდი ვნახოთ. რამდენად სერიოზულად უყურებს და ეკიდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს ურთიერთობას. ვნახოთ რა მოგვივა. ნახეთ, განდეგილის არკანი ამოვიდა ჩემო ძვირფასებო. ამაზე შეიძლება ითქვას, რომ პიროვნება თითქოს ამ მომენტში ცდილობს, რომ რაღაც განმარტოვდეს ყველაფერი აწონ დაწონოს. მას სურს, რომ რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყოს მის ცხოვრებაში, ახალი რაღაც შანსი, რომელიც არის, ხო? ანუ თქვენთვისაც ახალი შანსია და მისთვისაც ახალი ცხოვრების დაწყების შანსია, რაღაცნაირად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დახუროს ის ძველი და რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყოს მის ცხოვრებაში, სხვათა შორის ამაზე სერიოზულად ფიქრობს, ყველაფერს კარგად ცდილობს, რომ გაერკვეს ყოველ შემთხვევისთვის თავის ემოციებში გარკვევას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით თითქოს არ სურს, რომ მიიღოს რაღაც. ნახეთ, ანუ ჯერჯერობით ანუ როგორ გითხრათ, აი პროცესშია, რომ გადახარშოს ის ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება. რა თქმა უნდა, განდეგილის არკანით ვერ ვიტყვით იმას, რომ არასერიოზულად უყურებს, ხო, პირიქით, სერიოზულად უყურებს და სერიოზულად უდგება ამ ყველაფერს. რა აფერხებს? მოდი ვიკითხავ ისეთი არკანები, რომ რაღაცა თავისთავად მოდის შემდეგი კითხვა. რა აფერხებს? რა არის ის შემაფერხებელი ფაქტორი, რაც გადაწყვეტილების მიღებაში
ხელს უშლის რა აფერხებს? შემაფერხებელი ფაქტორი. შემაფერხებელი ფაქტორი რა არის? რა აფერხებს? ჩემკარგებო, ნახეთ, თითქოს არ უნდა დაჩქარება რაღაცნაირად იმ ურთიერთობის არჩქარობს, იმიტომ რომ ის ცხოვრებაში სამიანი ხმალი და манипуляციები. შესაძლებელია მასაც რაღაც ცხოვრებაში იყო რაღაც პერიოდი. ერთი წუთით და დავაზუსტებ რამდენად ეს ინფორმაცია რამდენად სწორად მომდის. დავაზუსტეთ შემოკარგებო, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, ნახეთ, იყო პერიოდი 5-იანი თასი. იყო პერიოდი, როდესაც მის ცხოვრებაშიც რაღაც манипуляციები და არ არის გამორიცხული, რომ წარსულში ამ პიროვნებას რაღაც გულისწყენა ჰქონდა ურთიერთობაში და რაღაცნაირად არჩქარობს. არ უნდა რომ იგივე განმეორდეს, ხო? არ უნდა რომ იგივე განმეორდეს, რადგან აქაც ნახეთ 4-იანი თასი როგორი არკანია პიროვნებას აქვს უკვე სავსე თასები ნახეთ და არის შანსი კიდევ ერთი. ანუ პიროვნების ცხოვრებაში იყო უკვე მსგავსი სიტუაცია და ეს ახალი შანსი, რომელიც შესაძლებელია თქვენთან ეძლევა და თქვენ ახართ მისთვის, ხო, ეს ახალი შანსი. რომელსაც შესაძლებელია ამ მომენტში ფიქრის პროცესშია, ნახეთ ხელები როგორ აქვს. ღრმა ფიქრის პროცესშია პიროვნება, შესაძლებელია ითქვას, რომ ბევრი რაღაც კი კარგია ურთიერთობა თქვენთან, მაგრამ ქონდა რაღაც ისეთი გამოცდილება პიროვნებას, რომელიც ხელს უშლის, რომ ახალი დაიწყოს. ახალი ყოველ შემთხვევისთვის არჩქარობს, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად დააჩქაროს, ხო? განდეგილის არკანშია, ყველაფერს კარგად ცდილობს, რომ სერიოზულად ეკიდება ყველაფერს, ხო? ეს კითხვა მისთვის, რომ რამდენად სერიოზულად ეკიდება ამ ყველაფერს. უნდა რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროს, რომ მსგავსი რაღაც რაც წარსულში იყო, ის აღარ განმეორდეს, ხო? ყველაფერს ფიქრობს, რომ რაღაცნაირად გადახარშოს ეს ყველაფერი ინფორმაცია თქვენთან მიმართებაში, თავის წარსულ ცხოვრებასთან მიმართებაში ეს ყველაფერი გადახარშოს. და ისე მიიღოს შემდეგ გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ ვიტყვი მე იმას, რომ რაღაც არასერიოზული დამოკიდებულება აქვს. თქვენთან თავს მსუბუქად გრძნობს ემოციური თვალსაზრისით, სიამოვნებს, უხარია. შესაძლებელია გულუღია საუბრები გაქვთ, რაღაც ურთიერთობა ისეთი, რომ თქვენს გარემოცვაში რაღაცნაირად ავიწყდება პიროვნებას მძიმე მომენტები, რომელიც შეიძლება გადაიტანა და კონდათ თქვენს და მასაც, ხო? ამიტომ ასეთია მისი ემოციური მდგომარეობა. ფაქტია, რომ რასაც გრძნობს და რასაც არ არის აქ ისეთი არკანები, თქვათ 7-იანი ხმალი, ხო, რაღაცნაირად ეჭვი შეგვეპარებოდა ცოტა ისეთი არკანები რომ იყოს მის ემოციურ ხარეში კითხვის ნიშნებს გაჩნდებოდა კითხვის ნიშნები, ხო, რაღაც ისეთი არკანი რომ ამოსულიყო. მოდი ვნახოთ რა დაგაახლოვებთ. რა დაგაახლოვებთ, ჩემო ძვირფასებო, აქ აზია საუბარი. სტაბილური ურთიერთობა დაგაახლოვებთ, თავად პიროვნება ამოვიდა. ეს არ არის გამორიცხული, რომ იყოს ისევ ინიციატივა მისგან წამოვიდეს და მისი მხრიდან უნდა წამოვიდეს ინიციატივა და ის დაგეხმარებათ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ პენტაკლის მეფე იყოს პიროვნება, ვისაც შეუძლია თქვენი უფრო დაახლოვება. ასევე დავაზუსტებ. ну კი, თქვენს თავებს პასუხისმგებლობის ხელში აღება, თქვენს თავზე და ნახეთ აქ როგორი მომენტია. ჩემო ძვირფასებო, აქ ისეთი არკანები, ანუ იცით როგორი მომენტია აქ. თქვენ თვითონ უნდა შეეცადოთ, თქვენ და თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებაზეა დამოკიდებული ეს რანაირად როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა და ორივე მხარემ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და ის ტვირთი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ერთად, ანუ მხოლოდ ერთ პიროვნებაზე არ უნდა იყოს ეს დამოკიდებული, ხო, მხოლოდ ერთმა არ უნდა აიღოს თავის თავზე ყველაფერი. ეს არის ორივე პიროვნების, ორივე თქვენს და მისი პიროვნების ჩართულობა და ორივე მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე, თავის მოქმედებებზე, აი ეს და ერთმანეთთან გაზიარება. თქვენ როგორც წყვილი, ისე ამოხვედით, ხო, ისე ამოხვედით. შესაძლებელია გაგიძნელდეთ თავიდან, იმიტომ რომ 10-იანი კვერთხი აქ რაზე მიგვანიშნებს.
10-იანი კვერთხი, ხო. შესაძლებელია მატერიალური სახსრებიც იყოს რაღაც მნიშვნელოვანი, ხო, ამ მომენტში და ასევე ურთიერთობა, რომელიც შეიძლება წარსულში გქონდათ რაღაც საბუთებთან დაკავშირებით, რომ მოაგვაროთ ასევე, ხო, რაღაც თუ რომელიმე მხარეს გაქვთ რაღაც მოსაგვარებელი საბუთებთან დაკავშირებული რაღაც პრობლემა, ხო, თუ არ გაქვთ ძველი ურთიერთობა, არ ვიცი, შესაძლებელია საბუთებით დასრულებული ერთი სიტყვით ისეთი არკანი ამოვიდა, რომ პენტაკლიც არის მატერიალური მხარე, ასევე რესურსი, შეიძლება იყოს ეს ნებისმიერი რესურსი, ხო, შესაძლებელია მატერიალურ რესურსებში იგულისხმება რაღაც საბუთებიც, ქონებაც, ფინანსებიც, ერთი სიტყვით ნებისმიერი რამ. შესაძლებელია გქონდეთ რაღაც მოუგვარებელი საკითხი, რისი მოგვარებაც თუ ეს საბუთებს ეხება ჩემს უძვირფასებო, ამ საკითხში ხის ამის გადაჭრა დაგეხმარებათ იმაში, რომ დაახლოვდეთ. თუ რაღაც გაქვთ მოუგვარებელი საბუთებით რაღაც დასრულებული არ არის, ხო? არ ვიცი, შესაძლებელია ზოგიერთ გქონდეთ რაღაც განქორწინების თემა, მოსაგვარებელი, ან ახალი რაღაც შეთანხმების გაფორმება ერთი სიტყვით, ახალი ქორწინების რაღაც საბუთებზე ერთი სიტყვით, აი ეს საკითხი, ან ის რომ დაგეხმარებათ ის რომ რაღაც გააფორმოთ, ხო? ერთმანეთთან ახალი შეთანხმება, ქორწინება, არ ვიცი ერთი სიტყვით, ორივემ რომ აიღოთ ერთი სიტყვით პასუხისმგებლობა, ჩემო ძვირფასებო. აი ეს იყო დღევანდელი გაშლა, მე მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მაინტერესებს როგორ რეზონირდა თქვენთან. არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო და ყველასთან ყველაფერი არ რეზონირდება, ასე რომ თქვენი რაც არის ის აიღეთ. და ის მიიღეთ და მაინტერესებს გამომეხმაუროთ, მადლობელი დაგრჩებით, ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის და ასევე თუ დაგეხმარათ გარკვევაში ეს გაშლა თქვენი სიტუაციის გარკვევაში თუ დაგეხმარათ. მადლობა.